გამარჯობა ყველას, ჩვენ ვართ პედიატრი ძმები და დღეს განვიხილავთ იმას თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ქოთანს. დღეს განვიხილავთ ტრენინგის ორ მეთოდს, ერთი იქნება კლასიკური მეთოდი და მეორე სამდღიანი. ქოთნის კლასიკური ტრენინგისთვის დაგჭირდებათ, რომ შეიძინოთ ქოთანი ან ქოთნები და ქოთანი უნდა იყოს ხელმისაწვდომი დროის ნებისმიერ მონაკვეთში. შესაბამისად, თუ სახლი არის დიდი, ერთი ქოთანი მაინც ახლოს უნდა იყოს იმ სივრცეებთან, სადაც ბავშვი დიდ დროს ატარებს. შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ის, რომ ნელ-ნელა ბავშვი მივაჩვიოთ ქოთანს და პირველ რიგში ამ მიჩვევას ვიწყებთ იმით, რომ ბავშვი ჩაცმული ჯდება ქოთანზე. ეს ეტაპი დაახლოებით უნდა გაგრძელდეს 1 კვირა. შემდეგი ეტაპი კი არის ბავშვს ვასწავლოთ ქოთანზე წელს ქვემოთ გახდილს ჯდომა. ეს ეტაპიც უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 1 კვირა. პირველი 2 კვირის მერე კიდევით უკვე ჩვენი მიზანი არის ის, რომ ბავშვს მივცეთ ინსტრუქცია და დავავალოთ, რომ ჭუჭყიანი საფენი მოათავსოს ქოთანში, რათა მან დააკავშიროს შარდვა და მოსაქმება ქოთანთან. შემდგომ ეტაპზე გახადეთ საფენი დღის განმავლობაში, აუცილებლად შეაქეთ ბავშვი ნებისმიერი წარმატების შემთხვევაში და დარწმუნდით, რომ არ ეჩხუბებით წარუმატებლობის დროს. ასევე ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის ტრენინგი არ არის წარმატებული, ან იწვევს ჩხუბს, ეს ტრენინგი უნდა გადავდოთ 2-3 თვით და ყველა ეს ეტაპი თავიდან უნდა დავიწყოთ. წარმატების მისაღწევად ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეებს და ბოჭკოვანს, რომელიც მიიღება ხილით და ბოსტნეულით. ახლა კი გადავიდეთ სამდღიან ქოთნის ტრენინგზე, რომელიც შეიძლება ბევრისთვის ძალიან გამოსადეგი იყოს. სანამ სამდღიან ქოთნის ტრენინგს დავიწყებთ, შეარჩიეთ ისეთი 3 დღე, რომ ან გრძელი კვირის ბოლო იყოს, ან ეს 3 დღე იყოს დასვენების დღე და შეგეძლებათ სრულად ტრენინგს და ბავშვს დაუთმოთ. ამის შემდეგ კი ნებისმიერ ვარიანტში უნდა შევიძინოთ დამატებითი ტანსაცმელი, სარეცხი საშუალებები და ასე შემდგომ. პირველ დღეს მოაშორეთ საფენი და ჩააცვით ფართო ტანსაცმელი. აუხსენით ბავშვს თუ რისთვის არის ეს ყველაფერი, რისთვის გამოიყენება ქოთანი და მიეცით მას ბევრი სითხე. ყოველ 15 ან 30 წუთში კი შეახსენეთ ქოთანთან, რომ უნდა მივიდეს და დაჯდეს. აღნიშნეთ და შეაქეთ ყველა წარმატებული მცდელობა, აუცილებლად დარჩით სახლში ეს დღეები. მეორე დღესაც დავით უნდა განვაგრძოთ დიდი რაოდენობით სითხის მიცემა ბავშვისთვის, თუმცა უნდა გავზარდოთ ქოთანთან მისვლის ინტერვალები. მიეცით ბავშვს უფრო მეტი თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შარვალი თვითონ გაიხადოს და ასე შემდეგ. არ გამოხვიდეთ წყობიდან თუ დააფიქსირდა წარუმატებელი შემთხვევა. პირველ და მეორე დღესაც მშობელმა ბავშვთან ერთად უნდა გაწმინდოს დასურილი არეალი, თუ ინციდენტი მოხდა, განაგრძეთ ბავშვის შექება ნებისმიერ წარმატებულ შემთხვევაში. მესამე დღისთვის წაახალისეთ ბავშვი, რომ თვითონვე გითხრათ, როდის უნდა ქოთანზე და არ მიყვეთ რაღაც კონკრეტულ განრიგს. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ დადებითი უკუკავშირი. მესამე დღისთვის ბავშვების უმეტესობა სრულად არის დატრენინგებული, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. შესაბამისად, თუ საჭირო გახდა, ტრენინგი უნდა გაგრძელდეს, ამიტომაც არ დაიბნეთ. მესამე დღეს შეგიძლიათ გარეთ გასვლაც. უამრავი მშობელი გვეკითხება დავით იმას, თუ როდის არის შესაძლებელი და საუკეთესო დრო ქოთნის დასაწყებად, ქოთნის ტრენინგის დასაწყებად და ეს პერიოდი არის 18-დან 24 თვემდე, როდესაც ბავშვთა უმრავლესობა მზადაა ეს უნარი აითვისოს და შედეგად არ განვითარდეს რაიმე არასაჭირო დამატებითი სტრესი ან ზიანი ბავშვისთვის. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოიწონეთ და გაუზიარეთ თქვენ მეგობრებს. დროებით.